რა შემთხვევაში შეიძლება ელექტროეპილაციის გაკეთება, ანუ რა შემთხვევაშია დაშვებული. ელექტროეპილაცია შეგვიძლია გავიკეთოთ ყველა ტიპის და ფერის კანზე, ასევე ყველა ფერის და ტიპის თმაზე, მათ შორის ქერა, ჭაღარა, ბუსუსოვანი და თავისთავად ნაწვალებს რომ ვეძახით ნაპარსი, პინცეტით დაგრეჯილი თმები ჩვეულებრივად მუშაობს, შეიძლება უფრო მეტი პროცედურა დაჭირდეს, მაგრამ მაინც ეფექტურია. ასევე ჰორმონალური დისბალანსის დროს, როდესაც გარკვეული ჰორმონები აწეულია და ამაზე ვიდეოს ცალკე ჩაგიწერთ, რაც ჰორმონებს ეხება, კარგად მუშაობს, თუმცა მნიშვნელოვანია და აუცილებელია ძირეული პრობლემის აღმოფხვრა, ანუ ჰორმონების დაბალანსება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ისე არც უნდა დაიწყო ელექტროეპილაცია, თუ ეს არ მოვაგვარეთ, თუმცა შეგვიძლია პარალელურად ელექტროეპილაციით მკურნალობისას მოვაგვაროთ ჩვენი დაუბალანსებელი ჰორმონებიც, რომ შედეგი და ეფექტი იყოს კარგი. რაც შეეხება მამაკაცებსაც ძალიან კარგი შედეგები მაქვს, ჩვეულებრივად მუშაობ მამაკაცების შემთხვევაში ღაწვებზე, კისერზე, ყელზე, მხრებზე და ასევე გადასარევი შედეგი აქვს. უბრალოდ ახალი ფოლიკულების წარმოქმნის ალბათობა მამაკაცებში უფრო მეტად არსებობს, ვიდრე ქალებში. ანუ უფრო მეტი პროცედურა იქნება მამაკაცების შემთხვევაში საჭირო, ვიდრე ქალების შემთხვევაში.